ქართველ ემიგრანტს როგორ ეუბნებიან კეთილი ინებოდა 4 წელიწადში ერთხელ აქეთ ჩამოვიდესო. ძალიან ბევრ ემიგრანტთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი მათი პირადი პრობლემებით. აი ერთ ფაქტს მოვყვები. ადამიანი, რომელსაც 2 შვილი ყავდა და ერთი გარდაეცვალა, შვილის დაკრძალვაზე იცით რატო ვერ ჩამოვიდა? იმიტომ რომ მეორე ყავდა ცუდად. თუ ის წამოვიდოდა, შემდეგ იმ შვილსაც ღმერთმა უწყის რა შეემთხოვენ, იმიტომ რომ წამალს აქ ვერ უყიდიდა. მსგავსი ძალიან ბევრია. საბუთის პრობლემებით არიან და რავი, ეს პარტიზანულად არიან იქ, თან ვიღაცა აუტანელ ბებია ბაბუებთან მათ კაპრიზებზე, ამათ ვეუნებით რომ ჩამოდიო, კაცო, შენ კეთილინები ჩამოდიო. თუ გინდა ხმის მიცემა მიეციო. ჩვენ ხალხს, ჩვენ დებს, ძმებს, რასაც ესენი უშვებიან და რა დამოკიდებულებითაც არიან, ეს არის მტრული დამოკიდებულება. ქართული ოცნება შედის აზარტში. დახზე შემოდო მთელი ქვეყანა. აგერ არაბებს თავაზობს, იყიდება გონიო კრწანისი, მოგვისმენია რამე გეგმაზე, არსებობს რამე პროექტი, როგორ დავაბრუნოთ სახლში. აი ეს ბებიები, დები, ძმები გაიზარდნენ ბავშვები ისე რომ დედა არ უნახავთ, მამა არ უნახავთ. განსაკუთრებით ქალბატონები არიან იქ წასულები. აი ჩვენთვის ქართველი დედა და ქალბატონი თვითშობლის განსახიერება, აი მასზე მებრაზება ხოლმე რომ ოჯახს ისეთი სიტუაცია შეუქმნით რომ ქალბატონებს ეკნათ გასაქცევი აქენა, გესმით? აი ეს მოცემულობა დავიდგა და უტიფრად გეუბნები კეთილი ინებოდა 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდა. 7 დეკემბერს 16 საათზე აქცია არაბიზაციის წინააღმდეგ.